აბა ალქიმიკოსი, ჯინსების თაობა და მექანიკური პორტოხალი. ეს ის წიგნებია, რომელთა მიხედვითაც ბოლო დროს თინეიჯერები ერთმანეთის განათლების დონეს განსაზღვრავენ. ამიტომ არც ისაა გასაკვირი, რომ ამ უკანასკნელების თეატრალური დადგმები დღემდე ანშლაგებით მიმდინარეობს. თუმცა სპექტაკლის წარმატება მხოლოდ წიგნებს რომ მივაწეროთ, ჩვენი მხრიდან სამართლიანი ნამდვილად არ იქნება. მოდი ერთი ვისეინოთ რა. აბა მოდი. ფილმი ნანახი მაქვს. ახლოს არ არის საქართველოსთან დაკავშირებით რო არის გადმოტანილი საინტერესოა ნამდვილად და საერთოდ ანუ ამ რეჟისორის რაც ნახე ყველაფერი ძალიან მომწონს. წელიწადზე მეტი არაც თავისუფალ თეატრში მექანიკური პორტოხალი ითქმება. სპექტაკლი ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვითაა შექმნილი. და რადგან თავისუფალი თეატრი მხოლოდ სიმართლეს თავაზობს თავის მაყურებელს, სპექტაკლის თემაც ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პერიოდს 90-იანებს ეხება. წიგნის სიუჟეტი ოდნავ შეცვლილია და ქართულ რეალობაზეა მორგებული. ამის გამო დადგმამ ბევრის კრიტიკაც დაიმსახურა. საიდან ნაკითხი კაცი? ერთი წელია გადის სპექტაკლი, ზუსტად წელი და ერთი თვეა. ვიღაცა კონსერვატორი კრიტიკოსები, რა თქმა უნდა, ყოველთვის მიიჩნევა ხოლმე, რომ გათანამედროვება, გადმოტანა, ეს არის რაღაცა მკრეხელობა და ეს არ შეიძლება, თუმცა მე არ ვიცი საწაიკითხეს რა შეიძლება და რა არა, მე ვიცი რომ არ შეიძლება ცუდი სპექტაკლის ჩვენება. ისტორია 4 მეგობარზეა, რომლებიც უარყოფით პერსონაჟებს განასახიერებენ. აკეთებენ ყველაფერს, რაც უნდათ და დროც ხელს უწყობ თამაში. კონტინგენტს, რომელიც მექანიკური პორტოხლის სანახავად დადის, ასეა თუ ისე თავის თავზე აქვს გამოცდილი იმ პერიოდის სიძნელეები. ალბათ სწორედ ამის ბრალია, რომ მიუხედავად ყველა საშინელებისა, რასაც სპექტაკლის პერსონაჟები აკეთებენ, მაინც სიბრალულის გრძნობა გაგვიჩნდება მათ მიმართ. მაშინ ესე დროი გოხდები, ანუ ქუჩაში ესე კლავდნენ ხალხს ძალიან ჩვეულებრივად, როგორც რა ვიცი, დღეს ესე იმასაც ჩიტებს არ ესვრიან რა გატკეს, მაშინ რომ ხალხს ეს კლავდნენ. და ისეთი აგრესიული ხალხი იყო, იმიტომ რომ იყო ომი აფხაზეთის ხვდები 20-21 წლის ახალგაზრდას რომ მიცემ ავტომატს და წადი რაც გინდა ის გააკეთეო რო ეთყვი, ხვდები ანუ მორალი იქ არ არის ხო გესმის არა და თან ნუ მაშინდელ თაობას ყველას ახსოვს ეს რაც ხდებოდა. განსაკუთრებული ხა რა თქმა უნდა ყველა სპექტაკლი თავისებურად განსაკუთრებული არის. რა თქმა უნდა და ძალიან გამიხარდა როცა ბატონო ავთო მითხრა რომ ამ სპექტაკლში ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა მეთამაშა, ანუ 4 მეგობარი არის და ანუ ასე ვთქვათ მე-4 ვარ მე. ბატონო ავთომ შემამჩნია როცა სადიპლომო სპექტაკლი ვითამაშე ჩვენი პატარა ქალაქი თორთონ ვაილდერის გიორგი შალუტაშვილმა დადგა. აი მათთვის კი სპექტაკლი გაცილებით მძიმე იქნება, ვისაც პირადად არ გამოუცდია ჩვენი უახლოესი წარსულის სიძნელეები. მენდელეევი თავის სტაბულით. გაურკვეველია რა განაპირობებს იმას, რომ მექანიკური პორტოხალი ასეთი პოპულარობით სარგებლობს. შეიძლება ეს იყოს დადგმა, შესრულება, ან თუნდაც ის, რომ სპექტაკლში წამოჭრილი პრობლემა დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც 90-იანებში. რა თქმა უნდა, აქ დღევანდელობა არის პირველ რიგში, მაგრამ სპექტაკლზე დასწრებას და სპექტაკლის წარმატებას არასოდეს არ განაპირობებს თემა. თუ ის არ არის ხარისხში აყვანილი. მე ვფიქრობ, დადის მაყურებელი, იმიტომ რომ ხედავს პირველ რიგში ძალიან საინტერესო აქტიორულ ნამუშევარს, ხედავს გამართულ სპექტაკლს. თუ მძიმე, მაგრამ რეალისტური სპექტაკლის ნახვას გადაწყვეტ, მექანიკური პორტოხალის სწორი არჩევანი იქნება. განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც დარბაზში აუდიტორიის 99% მათ მიერ უინტერესოდ და უწიგნურად შერაცხული თაობის წარმომადგენლები დახვდებიან.